ნიკოლოზი არ მალავს, რომ წმინდა სინოდის წევრებს რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანდერძი არ უნახავთ, სწორედ იმ დღეს, როდესაც საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს ილია მეორე. მეუფეს არც ინფორმაციას ფლობს, არსებობს თუ არა წერილობითი სახით და ფორმით ანდერძი, სადაც სავარაუდოდ საუბარი იქნება მოსაყდრის შესახებ, ან იმ ადგილის შესახებ, სადაც პატრიარქი დააზუსტებდა და სადაც სურდა დაკრძალვა, ან შესაძლოა იყოს რჩევები ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით. თუმცა მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რომ ილია მეორეს განსასვენებელი ადგილი შეირჩა სწორედ მისი სურვილის და ნების შესაბამისად, რადგან პატრიარქს რამდენიმე წევრთან წმინდა სინოდიდან დაფიქსირებული ჰქონდა სურვილი, რომ დაკრძალულიყო სიონის საპატრიარქო ტაძარში. იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ფორმით ანდერძი არსებობს, მეუფის განმარტებით ის უნდა ინახებოდეს საპატრიარქოში არსებულ სეიფში. მეუფე ამბობს, რომ რამდენიმე სეიფია დათვალიერდება და ამის შემდეგ გავიგებთ, არსებობს თუ არა საერთოდ ეს დოკუმენტი. ანდერძი მე არ მინახავს თვითონ, ვერ გეტყვით გაიხსნა თუ არა. სინოდის ხმით თქვენც გავიყავით. მეც ვიყავი, უბრალოდ მაშინ არ იყო გახსნილი. საერთოდ ანდერძიც ესეა, რომ და ყველა სეიფი დრო უნდა. ანდერძის მონახოს უნდა დრო და ყველა სეიფი უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ თუ უცებ გამოჩნდა ეს ანდერძი, ხო გამოიშვა, თუ არა და უნდა მოიძებნოს კარგად, სად არის, ფიზიკურად სად ინახებოდა, არავინ არ იცის და. ხო და ანდერძი კი არა ეწერა. ბევრ ადამიანთან აქ ნათქვამი და მათ შორის ჩემთანაც. პირადად ჩემთან მან მიმითითა ადგილი მაჩვენა, რომ აი აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი. ანდერძმა ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა. ესე ითქვა, რომ რადგან პატრიარქმა ანდერძად დაგვიბარა, ამას მნიშვნელობა ხეხა ამ სიტყვებს, ხო? რადგან დაგვიბარა ანდერძად, მეც მითხრა, მეც ეს დაბარებული ანდერძია. არსებობს ეს ანდერძი როგორც არ ვიცით, რომ არავინ არ იცის არსებობს, რომ ყველგან უნდა მოიძებნოს და თუ არ აღმოჩნდება, მე ვიტყვით, რომ არ ყოფილა. ესე ხდება საერთოდ ეს ახალი ამბავი არ არის. როგორც ირკვევა სინოდის სხდომაზე, რამდენიმე ადგილი ტაძარი იყო დასახელებული, სადაც შესაძლოა ყოფილიყო დაკრძალული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ერთ-ერთ ვერსიად გამოთქმული იყო სვეტიცხოველში მისი დაკრძალვა, თუმცა წმინდა სინოდის წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატრიარქის სურვილი აღესრულებინათ და შესაბამისად მას კვირას დაკრძალავენ სიონის ტაძარში.